იმიტომ რომ შეგახსენებთ რომ მალე ეწყება მართლაც შაბათს ამისათვის ჩვენ თანდათან მოვემზადოთ და განთავისუფლდეთ ძველი ცნობიერებიდან რაც ჩვენ ცნობიერებას აბინძურებთ, ჩვენს გონებას აბინძურებთ, ჩვენი გულის ცნობიერებასაც აბინძურებთ. გულის ცნობიერება და გონების ცნობიერება, ორივეს აქვს ცნობიერება, ორი პოლიცია. ეს ორივე უნდა იქნეს გაწმენდილი, გამსხვრეული, გააშლილი უნდა იქნეს, რაც ძველია და უშნო და უარგისი და არ არის ვარგისიერი და იქნეს აღმოცენებული და დალაგებული და დაწყობილი და წყარული. ამ უნდა იქნეს დალექილი ყოველგვარი უარყოფითი ამბიციები, ამპარტავება, არ დაწვა მართლის წესიერად, თავარი შინაგანი მართლის, შინაგანი არ დაწვა, ორი ასპექტია მართლის, სულიერი და ფიზიკური. დაწვა მარტო ფიზიკური მართლის და გარეგნული, ხოლო სულიერის კი უძლებს ყოფნა. გარეგნული ფორმალური დაწვა მართლის მიერ აღნიშნავს მის სულიერ დაწვას. ამიტომ მთელი სისხლი, მთელი პლეონა ფორმულოს დაწვის მართლა, საჭირო ამისათვის ეს საკმაოდ პერიოდი მართლის, რომელიც გვეწევა. ამ შესანიშნავ პერიოდში იქნეს დაწვილი პოზიტიური, დადებითი და გავიგოთ ამ მართლის დადებითი ასპექტი, დადებითი სულიერი ასპექტი. თავარი შედეგად იქნება გაგებული ფიზიკური. რომ მხოლოდ გარეგნულს თუ გამოვიყენებთ, სულიერ ასპექტს გავიგოთ. მაგრამ თუ შინაგანს გავიგეთ, გარეგანსაც შევიდეთ. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი არის ეს პერიოდი, სადაც ადამიანმა უნდა გადალახოს თავისი დეტერმინირება, ცოდვისაკენ როგორც მანქანა, ადამიანი მანქანა, რომელიც მუდამ ცოდვისაკენ მიიღება და დაძველებული იქნეს ინსტინქტები, ბიოლოგიური ინსტინქტები, საკუთრის აურაცხელი, ხერხული და კონტროლებელი მიღების, ძალების, სასხელის ძალების, საჭმლის შექმნის, უკონტროლებელი მადისა და გემოთმოყვარეობის ბუნებები, სექსუალური ბუნებები, შეიძლება ადამიანი მარტოობაში არის, მაგრამ განმარტოებული იყოს. განმარტოება და მარტოობაში დიდი განსხვავებაა. მარტოში განმარტოება გოდადებული საერთოდ ქრისტიანობა ეს ისეთი რელიგია, რომელიც მარტოობას აუქმებს. მართლმადიდებელი ქრისტიანი სულ მარტო ცხოვრობს, იგი მარტო ხელა მაინც არის. იგი განმარტოებულია, მაგრამ არა მარტო ხელა. ქრისტიანი რეალში მოსული ადამიანი არასდროს მარტო არ არის. იგი ყოველთვის პარალელურს, ყოველთვის უპარალელურს, რაც ყოველთვის ქრისტიანის მარტო არ არის. ამიტომ ადამიანმა ეცადოს, რომ გადალახოს ის გაზიოს ის ყოველგვარი უარყოფითი, რაც მასში გამონგრეველი ინსტინქტები, საკით, განსაკუთრებით ამ მართვაში, პირველი და ბოლომდე რა არის განსაკუთრებით გაძაბული ხოლმე, ჩემს ხოლმე თავს, განსაკუთრებით აჟიოტაჟი, საახალწლო, საერო, ვთქვათ, აჟიოტაჟი, ისტერიკა, რაღაც წეგადასული, გაუგებარი, აბსოლუტურად აჟიოტაჟი, რომელიც რაც გარკვეულ ინფორმაციულ ინტოქსიკაციას იგრძნობს ადამიანს და ყოველგვარი ჩართული და ნაგდებს და უაზრო ქიმიურ ილუზიურ ამბიციებში არის. თითქოს ისიც რაღაც დიდ ამბიციურ პროექტში მონაწილეობს, რა დიდ ამბიციურ დღესასწაულში მონაწილეობს. არა სცენები არაფერი არ არის. ყოველდღიურად ეს კალენდარი ყოველდღიურად იცვლება. მაგრამ თუნდა ჩვენ არ ვაყენებთ კალენდარს წელიწადის ამაღლა. გარკვეული საგიაზრის ჩართულში. საგიაზრის ფაქტი და არა დესტრუქციული პრობლემას, რომელიც ადამიანის ყოველგვარი ნორმალური ვერსიები და ნორმალური პრობლემები და ნამოქმედების მექანიზმად იქცა. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა მართვაში განსაკუთრებით მოამზადოს თავისი ცნობიერება საერთო გამოცხადების მიღებისათვის, ნოსელობისათვის, საერთო გამოცხადების აღნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში, მთავარი აზრი ცხოვრების ჩვენი გვარკვირების პროცესში არის ის, რომ გავიგოთ ის ხდება, რა უნდა ჩვენგან ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენი გვარკვირების ამ დროის პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიყოფებით. ამიტომ ადამიანმა უნდა მოამზადოს განწყობილ თავისი როგორც გულის ცნობიერება, ასევე გონების ცნობიერება და მიიღოს საერთო გამოცხადება. მოამზადოს თავი თესლისთვის უფლის დიდი ხაერული თესლისა. ქრისტიანული რელიგია ზუსტად არის ის ხიდი, ზუსტად არის შემაერთებელი ღმერთსა და მიწას შორის, ზეცასა და მიწას შორის, ადამიანსა და ღმერთს შორის და მოყვას შორის. ეს არის შემაერთებელი ხიდი, სიყვარულის გზა, რომელიც მართვაში და ცნილში კუთხე არ არის. ვერავით არის კულინარიული პროექტი, ვერავით არის დიეტა, რომელსაც ზოგჯერ მართვას, რომელსაც დიეტა გადაარჩენა ხოლმე. ადამიანს ვერ წაცხობებს.
ნამდვილი მართვა ეხმარება მას, როგორც დამხმარე საჭიროება სულიერ წინსვლაში და არა ნებისმიერი რაღაც გამწარებული, გაბოლოტებული, მოიწყები ზოგჯერ სხვის დასანავად და აცნობებული მართვა, რომელიცაც არავითარი ფასი არ აქვს. ადამიანს სულიერი ასპექტი აქვს. ადამიანი როცა იცავს მართვას, იგი მთლიანად ყველა განზომილებით, ყველა შემადგენელი ვექტორით უნდა იცავს მას. და მეორე, ვერავინ არის კულინარიული და ბიოლოგიური საკუთრების თავის შეხედვით ადამიანს ვერ აცხადებს. სულ არ არის აჩვენოს ვერავინ. იმიტომ რომ ვერავინ არის ასევე კულინარიული საჭმელის მიღება მას ვერ წარწმუნებს. ანუ შენ ვერც საჭმელი წარწმუნდები და ვერც უჭმელი ხომია. გამოდე აქედან პრინციპი მართვის არის წარმართული ჩვენი უბრალოდ ნეოწარმართული, გაწარმართებული ცნობიერების მომზადება იმისათვის რომ მადლი მიიღოს ადამიანს. მეორე განმარტოების პროცესი არის საუბრობელ მართვაში. არ არის საჭირო სიარული გასაშვებ ადგილებში. თუნდაც არაფერს არ ჭამდე ჯდომა სუფრებსა და ჯდომა აზარტულ თამაშებსა თუ სხვადასხვა განსაკუთრებით მართვის ბოლოსკენ, შობის მართვის ბოლოსკენ, სხვადასხვა გასაშვებ მასმედიის ისტორიულ აღირახსნილ ქურუმულ რაღაცა ნეო მაგიურ გასასწავლების მიღებაში. რომელიც სექსუალური სცენებისა და მაგიური აღირახსნილი კულტების შესაძლოა რიტუალად იქცა, სულ რიტუალად იქცა. ისე და ისე მართვაში ადამიანი განმარტავს და არა მარტო ყველა გაძლეს საკითხი. განმარტავს ინდივიდუალიზმის. იმისაც რომ მან გააცნობიერებს რომ იგი მართვაში მარტო მართვაში არც ისინი მასთან ყოველთვის უყალიბ, ყოველთვის ხედავს. და ის უნდა ეცოდეს ადამიანი არ არის მართვისთვის. მართვიერების მართვაში ადამიანი მართვისთვის არ არის შექმნილი. მართვა არის შექმნილი. რომ ადამიანი კანონისთვის კი არ არის, რომ როგორც გამოჭერილი იქნება სამყაროს გარკვევაში და სასწრაფოდ დასჯილი იქნება. ეს არის ადამიანის დანიშნულება. ადამიანისთვის არის შექმნილი კანონი და ადამიანი არის ის, რომლისთვისაც შექმნილი არის დაახმარი საშუალება მართვას. და ადამიანის თავისთავად მარტო თავისთვის არ არის შექმნილი, ის სხვისთვის არის შექმნილი. ადამიანის მარტო თავის თავს იზოლირებულა თვითმარა ვერ აცხობს, მას აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ის საერთო საზოგადოებრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლო ქსოვილში, რომელშიც იგი მოსულია როგორც ისტორიულ დროში ჩვენი ცხოვრების. ვინც ამას არ აცნობიერებს, იგი ციკლური, მუდმივი განმეორებადი, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ოჯახისა და ერის დონეზე ციკლურ კრიზისებსა და განმეორებად დეპრესიებს ეკონტროლება. ამიტომ თუ არა ადამიანის კულტურული მდგომარეობა გაუმჯობესდეს ეს. იმიტომ რომ სიყვარული ადამიანის ადგილზე არ უნდა იყოს. სიყვარული ადამიანის უნდა ვითარდებოდეს. როგორც აღნიშნეთ, კერძო საშუალია სრული უარყოფა. ინდივიდუუმს საშუალია აბსოლუტური უარყოფა. მერტის უარყოფა. ინდივიდუუმის შექმნილი ისეთ რომ დაემოჩნდეს, თავი დაინდაბლოს. არა დაიმციროს, არამედ დაინდაბლოს. როგორც მოყვასის წინაშე, პირველში ღვთის წინაშე. რომ ფუნდამენტალური ცოდნა მოიწევოს. ეს ქვეყანა და ქვეყნის მოსვლის სისტემის მომზადება ჩვენი გონებისა, იმ თეოლოგიის, მართალი მართლმადიდებელი თეოლოგიის მისაღებად, რომელიც მაცხოვრებელია, მართლმადიდებელი საწინააღმდეგოების ზუსტი და სწორი და მაცხოვრებელი დოქტრინის მისაღებად არის. ამიტომ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ერთი დიდი მომზადება, იმისაც რასაც ქვია მთელი სრული ჭეშმარიტი გამოცხადების, ღვთის გამოცხადების, საფრთხო წერილისა, საფრთხო გარდამოცემის მაქსიმალური შესწავლისა, პირველ რიგში გულითაც და გონებითაც და გულითაც. ჩვენი ნებისყოფა ხოლმე მართვაში სუსტება და მართვაში ადამიანი ცალკეა, მისი ნებისყოფა ცალკეა, მისი მე ცალკეა, მისი წმენა რაღაცა ცალკე ფიგურებს არა. მართვაში განსაკუთრებით უნდა გაერთიანდეს და ასახა არასდროს როგორც მართვაში წმენა და ნებისყოფა და დისციპლინა და ხშირი ზიარება და აღსარება თითქმის ერთი ხდება. ნებისყოფა გამდგომი, ნებისყოფა აღორძინული, ნებისყოფა გასულიერება. ერთად ერთი ასე ვთქვათ ნავის ორი ნიჩაბია, ერთი ჯოხის ორი ბოლოა. უხეშად ვთქვა, მარჯვენა და მარცხენა ხელია. ორი შეტია, ნებისყოფა და წმენა. წმენა და ნებისყოფა არცად ისე ორ მართვაში საჭიროა ნებისყოფა, ისე რომ პატარა რაღაცა, სირადი დიდმა არ გამოგიყვანოს შენ.
სულიერ წონასწორობიდან და განსაკუთრებით მართლის წინ გამოხმაურებელი მცირედი დიდი სიურპრიზებიც ის გამოხმაურება სიურპრიზებისა იმის სირად გამოგიტყვის მოგიხსენებს ფუნდამენტურ მართლში დაზიანებული შეხვედრა თუ მაგ როდესაც მოვა ეს ხილავ თავდასხმა როცა მოვა ეს ბრძოლა აუცილებლად დაფტე გამზადებული და სულიერად გამტკიცებული რომ ბედნიერება იმაში არის ადამიანის რომ ყველა წინააღმდეგობა გადაიღოს სისუსტე გადაიღოს გინდა ჯამა გინდა ზარკალა შეცნო სხვადასხვა განსაკუთრებებს ახალ წელს მაშინ გადალახეს წინააღმდეგობა და დამტკიცებული არ შეჭამა სამართლი გინდა რაღაცა გასართობები და სხვადასხვა წასვლა სპინდრად და სხვადასხვა ცეკა თამაში და შემდეგ გადალახეს წინააღმდეგობა მოიპოვე ბედნიერებას უხილავ ღვთისა მოვაუწო დიდი სიმშვიდე მოვა იმიტომ ჭეშმარიტი ბედნიერება სულიერი წინააღმდეგობის გადალახვაში და გამხდიანებაში ადამიანი რომელიც არ წინააღმდება მართლაშიც დაშლილი იქნება და ხსნილშიც დაშლილი იქნება ეცადოთ რომ ჩვენი ცნობიერება მოვამზადოთ აღსარებული ცხოვრებისთვის მართლაშიც და ხსნილშიც და მართლაშიც განსაკუთრებით მართლაშიც აღსარებული ცნობიერება მონანული ცნობიერება რომელიც არა ქაოსს ატარებს, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცდდება. არ იქნა და ვერ იქნა ზოგი ცნობიერება ქაოსიდან და სულიერი ძალები, სულიერი დალაგება მისი ვერ ხდება, იმიტომ რომ ქაოსის კლანჯებიდან ვერ გამოდის და ვერ ხდება მისი მოწესრიგება. არადა ნახო ეს უნიკალური პერიოდი, ვისაც გადადის ქაოსში მოსული, ან ძიმა ცხოვრებაში სულიერი ძალები რაღაც მეტნაკლებად წესრიგში მოვიდეს და რაღაცნაირად კონტროლი გამოისახოს ადამიანში. კონტროლი მაინც ის ხატების ადამიანში მინდა რომ ისურვოთ ის მართლა რომელიც ჩვენ მოგიტანს წარმატებას ის გახსნას მოგცემს ყოველივე სიკეთის რაც ჩვენ ყოველ ადამიანს შეუძლიათ მართლა გამოსცემს მართლაც თუ ყველანი დაიცავს და მართლაც ყველანი იმით დაემოჩილებს მოგვალს ეკლესიის ჩარჩოებში იმ რეჟიმში დისციპლინაში იქნება და ვთქვათ შეგაგონება რომ აუცილებლად დილბალს მიიღებ განსაკუთრებით და პრობლემების სტადიაში და დიდად გაგეხსნება გზა ის სამუდელო და სული საცხოვრებელი